Agastro dris esix. Stomis dris esix. პირველი საკითხი უზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგებლობის ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ უზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის ნომერ მე-6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე უზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მიღების შესახებ. მეორე საკითხი უზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების განაზღაურების სრული ოდენობის განსაზღვრის შესახებ უზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების მიღების თაობაზე. მესამე საკითხი უზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის პირველი კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ უზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების მიღების თაობაზე. მეოთხე საკითხი უზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების მარკირების რეგულირების წესისა და მარკირების საფასუროს დადგენის შესახებ უზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 აგვისტოს ნომერ 51 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე უზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მიღების შესახებ. მეხუთე საკითხი უზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქალაქ უზურგეთში წერეთლის ქუჩაზე საგადასტრო კოდით მითებულია მდებარე უძრავი ქონების სახელმწიფოსათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ უზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების მიღების თაობაზე. მეექვსე საკითხი უზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლების გადაცემაზე უზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ უზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების მიღების თაობაზე. მეშვიდე საკითხი უზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და უზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიზნის დაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ უზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მიღების თაობაზე. მერვე საკითხი უზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციის სამსახურის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის მოსმენის შეფასებისა და ცნობად მიღების შესახებ. მესამე საკითხი უზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის მოსმენის შეფასებისა და ცნობად მიღების შესახებ. და მეათე საკითხი უზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის განათლების, დაცვისა და სოციალური სერვისების სამსახურის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის მოსმენის შეფასებისა და ცნობად მიღების შესახებ. მეთერთმეტე საკითხი სხვადასხვა საკითხები უმარტივი განსხვავებები და ასე შემდეგ. ვინც მომხერხართ რომ სტომა ან ვისესრიგი წარემართოს მხოლოდ ხელსაწევი და მიდასტუროთ. წინამდეგი პირველი საკითხი უზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეთა თანამდებობის სარგებლობის ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ უზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის ნომერ მე-6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე უზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მიღების შესახებ. ბატონ ლავრენტი ბიგოვას მოუსმინოთ კოლეგები. Adressefolo colleghi Batulo, Taujonare, Orspedis Nobelia, Sajaros Samsaporis Chesakov Kanun de Novashi, Ahotilda, Garpovits Lebebi. Sulebis Gafosilebis Arsi, Romelis, Kavandet, Tristes, Kabibatabit, Munda, Bogaxelot, Govaro, Shemdeshi. Amieridan, Sagrebulos, ეს მხოლოდ ჩვენ საგრებულოზე მაქვს საუბარი. საგრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის და ასევე პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე, რომელიც ინიშნებოდა ადრე ბატონი საგრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით ამიერიდან დასახელებული თანამდებობის პირები დასაქმდებიან ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე.
ანუ პირველი რანგის მოხელე საგრებულოს აპარატის უფროსი და მისი მოადგილე ამიერიდან კიდევ ერთხელ ვიმეორებ დასაქმებიან და თავიანთ უფლებამოსილებას განახორციელებენ ადმინისტრაციული ბრძანების საფუძველზე. ხელშეკრულების საფუძველზე უკაცრავად. თუ სხვა შეგიტყვები რამე ვარ განსაკუთრებულ მემკვიდრეებს. მხოლოდ ეს სრულდება გორაცია. შესაბამისად სამსახურის წარმოდგენილია თქვენ აცვლა პირველად წერია რა თქმა უნდა სტატუსი არჩევენ მაგრამ იქნებიან ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული. შეგიტყვები რა გვაქვს დასვნა სახლავს ალბათ ნახეთ ყველას იქნება. მოკლედ ერთ დავამატებ უკაცრავად გამორჩა ადმინისტრაციული ხელშეკრულება დაიდება თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადით. მეგონა ყველაფერი ნათელია. ვის პროგრამაზე დადგენილება მივიღოთ ამ საკითხზე 4 ხელსაწერები დამიდასტურეთ. დენამდეგი მეორე საკითხი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საგრებულოს წევრის მიერ მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების სრული ოდენობის განსაზღვრის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საგრებულოს განკარგულების მიღების თავაზე. თავმჯდომარე უკაცრავად გასული წლის დეკემბრის თვეში ჩვენ განვახორციელებთ გარკვეული ცვლილებები საგრებულოს თანამდებობების ანუ საგრებულოს იმ პირებთან მიმართებით, რომელსაც თანამდებობები უკავიათ საგრებულოში. შესაბამისად ეს ცვლილებები არ შეხებია რიგით წევრებს, რომელსაც საგრებულოში რანაირი თანამდებობა არ უკავიათ და შესაბამისად თანამდებობის პირის უფლებამოსილებას ვერან არ ახორციელებენ. მათ აქვთ თავიანთი საგრებულოს წევრის უფლებამოსილების ხარჯებში ისინი წარმართავენ იმ სხვა დანარჩენ ყველა საქმიანობას, რომელიც საჯარო უკაცრავად პოლიტიკური თანამდებობის პირების და სხვა თანამდებობის პირების ის მიღმა დანარჩენი სხვა სამუშაოები, რაც საგრებულოს წევრის უფლებამოსილებით არის განსაზღვრული. ბუნებრივია, როდესაც საჯარო მოხელეების საგრებულოს წევრების იმ წევრები, რომელსაც თანამდებობა უკავიათ, მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხი გარკვეულწილად კი არა მეტწილად ასევე განმარტებული არის და განსაზღვრავს საგრებულოს თითოეული წევრის საქმიანობა. ამიტომ საგრებულოს აპარატმა მოამზადა პროექტი, რომლითაც სრული ოდენობა საგრებულოს რიგითი წევრების ხარჯების ანაზღაურებასთან მიმართებით განისაზღვრა 934 ლარიდან, გაიზარდა 85 ლარი, 830 ლარი იყო ამჟამად უგეს სრული ოდენობა ხარჯებისა, რომელიც თითოეულმა საგრებულოს რიგითმა წევრმა უნდა მიიღოს იმ გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად, რასაც ეწევა ფაქტობრივად საგრებულოს წევრი, ასე აი ამ ოდენობით იქნება განსაზღვრული და კიდევ ერთხელ განმეორებული. ეს გახლავთ 934 ლარი. შეკითხვები ამ საკითხთან დაკავშირებით გვაქვს რამე? გასაგებია ყველა. ეს იქნება მიმდინარე წლის 23 ძალაში შევა, 23 წლის 25 წლის 23 იანვრიდან შედის ძალაში. სხვა შეკითხვები გვაქვს რამე? ყველაფერი გასაგებია. კარგი, ვინც მომხრე რატომ განკარგულება მივიღოთ აი ამ საკითხზე 4 ხელსაწერები დამიდასტურეთ. წინამდეგი მესამე საკითხი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საგრებულოს 2025 წლის
პირველი კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების თავაზე ბატონ ლავრენტი. Adunțeamă colegilor, საკრებულოს ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით საკრებულო ლებაგოსილებას განეკუთვნება ყოველკვარტალური სამუშაო გეგმის დამტკიცება. საკრებულოს გეგმაზე საკრებულოს საქმიანობის გეგმაზე მაქვს საუბარი. გეგმა წარმოდგენილია გეგმის პროექტი, გეგმა რა თქმა უნდა შედგენილია უზრუნველყოფი კომისიების მიერ უკვე მიღებული და დამტკიცებული გეგმების საფუძველზე, ანუ გეგმა, რომელიც არის წარმოდგენილი დამტკიცების მიზნით და შესაბამისი განკარგულების გამოცემის მიზნით, გახლავთ ნაერთი უზრუნველყოფი კომისიების თან ამოკრეფილი და შედგენილი იქიდან რაც არის კომისიებში გეგმების მნიშვნელოვანი ნაწილი ასახულია კვარტალურ გეგმაში და მე ყოველდღიურ გამგემარე რომ აღებულ საკითხი პენსიასთან იმიტომ რომ ეს კომისიებთან შეთანხმებულია კომისიების საქმიანობის მუშაობის გეგმა გახლავთ ამ გეგმის შედგენის საფუძველი და ეს როგორც წესი ყოველ კვარტალურად უნდა დამტკიცდეს. ანუ მიმდინარე წლის პირველი კვარტლის სამუშაო გეგმა წარმოადგენთ თქვენ წინაშე განხილვისა და დამტკიცების მიზნით. კი ბატონო, ამ შენიშვნებს შეკითხვები გვაქვს. შენიშვნის იქნება რომ ეს გეგმა უნდა შესრულდეს. იმედი ვაქვს რომ ამ ყველაფერს შეასრულებს დაწერია და თქვენთან შეთანხმებით შესრულდება. ვინც მოხერხათო განკარგულება მივიღოთ აი ამ სამიზერ ხოლმე ხელსაწევით ამიდასურეთ. იმავდეგი მეორე საკითხი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ სალონებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის პირველი კვარტლის ნომერ 51 დადგენილების ცვლილებების შეგანახებაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მიღების შესახებ და ბატონ ბეკატოიძეს მოუსმინეთ. გესალმებით კოლეგებო. ცვლილება შედის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 აგვისტოს ნომერ 51 დადგენილებაში. და ეს ცვლილება ეხება მე-11 ბუბლის პირველ პუნქტს. საქმე რაშია? საცნობი ნიშნის მიღება შეიძლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს მან უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია და მე-11 მუხლის პირველ პუნქტში იყო ესეთი ჩანაწერი, არის ესეთი ჩანაწერი, საცნობი ნიშანი შეიძლება გაიცეს, მეთქად გამოხატული შესაძლებლობის შესაძლებლობის მქონე ან და ქვედა კიდურის ამპუტაციის მქონე პირზე. ესეთი მსგავს ჩანაწერი იყო თბილისის საკრებულოს დადგენილებაში სახალხო დამცველის აპარატმა მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს ეს ჩანაწერი მიიჩნია არაკონსტიტუციურად და დისკრიმინაციულად შესაბამისად დეკემბრის თვეში სახალხო დამცველის აპარატმა მოგმართა ჩვენს რომ ჩვენს მსგავსი ჩანაწერი ჰქონდა პროფესიონალისთვის არსებულ დადგენილებაში და ეს ჩანაწერი უნდა შეიცვალოს რადგან საკონსტიტუციო მიიჩნია ეს არაკონსტიტუციურად და დისკრიმინაციულად შესაბამისად აღნიშნული ჩანაწერი აღარ იქნება მე-11 მუხლის პირველ პუნქტში და ეს ჩანაწერი შეიცვლება და იქნება ანუ საცნობი ნიშნის მიღება შეიძლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, რომელსაც აქვს გადაადგილების უნარის შეზღუდვის პირველი, მეორე ან მესამე ხარისხი. ეს ცვლილება განხორციელდება. დიახ, ტექსტში. შეკითხვები ამ საკითხთან დაკავშირებით, კოლეგები. ვინც მომგრაგათ რომ
დადგენილება მიიღო თანამშრომლებზე 4 ხელსაწერიდან დასტურეთ. Inamdegi. Tamam. Amadeus Sura ახალ 2025 წელს საკრებულოს ეს მუნიციპალიტეტი და საქართველოს ოქციმარე ორი გარგის მონდანი ყოფილებას ახალი ეფექტური და აქტარებს უნდა როგორც გასული პერიოდი. Ჩეხება განსახილოს საკითხს წარმოგიდგენთ ქალაქ ოზურგეთში წერეთლის ქუჩაზე მდებარე უძრავი ფონების სახელმწიფოსათვის უსასტიკო საკუთრებაში გადაცემის დავალე განკარგულებას. აღნიშნული საკითხი შეეხება წინადადებას, რომელიც შემოსული იყო ფონების ეროვნული სააგენტოსგან, თავისუფლად ფონების ეროვნულ სააგენტოში წინადადებას აღდგენილი იყო შეფასება გაერთიანებული წყალმომარაგების მიერ იმ მასშტაბური პროექტის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს ქალაქ ოზურგეთში და ნატანების ადმინისტრაციულ ერთეულში. მასშტაბური წყალმომარაგების პროექტი ამ პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია გაერთიანებული წყალმომარაგების გურიის ფილიალისთვის ადმინისტრაციული შენობის მშენებლობის შესაბამისად ამ მიზნით გადაეცემა აღნიშნული მიწის ნაკვეთი საქართველოს სახელმწიფოს შემდგომში შეფასება გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კაპიტალში შესატანად. თუ რაიმე შეკითხვები აქვს გაკონტროლდება? შეკითხვები გვაქვს ამ საკითხებზე? დასკვნაც დადებითი არსებობს და საკითხი შესწავლილი იქნა კომისიის მიერ და საკრებულოს ხდომაზე წარმოდგენილია და მხარს უჭერს კომისიის წევრები აღნიშნული საკითხის საკრებულოს ხდომაზე დამტკიცებას. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ფონების საკრებულოს უფლების გადაცემაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების მიღების თაობაზე. ბატონო გიორგი, ისმენთ. აღნიშნული საკითხი შეეხება 11 ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე უძრავ ფონებას, რომელიც აქამდე 2 წლიანი უზრუნველყოფით გადაცემული იყო AIB საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგისთვის, ასე ვთქვათ, სოფლის ამბულატორიების ფუნქციონირებისთვის. შესაბამისად, წარმოდგენილი წინადადება ითვალისწინებს ამ ვადის კიდევ 2 წლით ახალ ძლიერებას, ვიდრე ასე ვთქვათ, ჰოლდინგისთვის აღმოეწინებათ შესაბამისი მიწის ნაკვეთებს, სადაც შეძლებენ ახალი ამბულატორიების მშენებლობას და მიმდინარეობს ეს სამუშაო. შესაბამისად, იმისთვის რომ მართონ ეს ამბულატორიები და უზრუნველყოფა ყველა ტექნიკური პირობით საჭიროა ამ უზრუნველყოფის ხელშეკრულების ვადის გაგრძელება და აი ამ წინადადებით რომ საკუთრებაში ახლა ჩვენ მუნიციპალიტეტს სასარგებლობაში გადაეცემა AIB საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს, რომელიც არის ჯანდაცვის სამინისტროს დაფუძნებული არაკომერციული ურთიერთობები. აქ რამე შეკითხვები მოსაკითხთან დაკავშირებით, კოლეგები. დასკვნაც ასევე დადებითი არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ გაუხანძრებდეს კიდევ 2 წლით ხელშეკრულება. ეთილი არგი ვინც მოხერხებს რომ განკარგულება მივიღოთ ამ საკითხზე 4 ხელსაწერებიდან დასტურეთ. წინამდეგი. მეშვიდე საკითხი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასრულო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენის თაობაზე და ბატონ გიორგის პოზიციონი. ახლა როგორც ცნობილია, ყოველი წლის არაგვიანის თებერვლისა მუნიციპალიტეტის საკრებულო მერიდიანად იღებს გადაწყვეტილებას
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და უზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ. შესაბამისად, ეს დადგენილი წარმოდგენილია ამ დადგენილების მიღებით გაუქმდება 2024 წლის 31 იანვრის ნომერ 2 დადგენილება, მსგავსი შინაარსით ახალი დადგენილება შევადავაში, ასევე ინდება 1 კვადრატულ მეტრზე ნორმატიული ფასი დანარჩენი ნომერი 1-ის შესაბამისად და ასევე მტკიცდება დანარჩენი ნომერი 2-ით ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიის ზონირება. კანონმდებლობის დადგენილების პროექტით არ იცვლება ნორმატიული ფასი გასული წლის მაჩვენებლებთან მიმართებაში, ან იმავე მაჩვენებლებს ტოვებთ. ასევე როგორც გახსოვთ, შარშან 2024 წელს ჩვენ ვაქმნით კოლექტივება ნორმატიული ფასის და გაიზარდა აღნიშნული ფასი ციგნის ფარგლებში ის საშუალებაც მუნიციპალიტეტს ჰქონდა და ეს უფლებამოსილება განჩენილი ციგნები დადგენილია საგადასახადო კოდექსის მიხედვით შესაბამისად არჩევა ახალი დოკუმენტი ძალაში და ამით განისაზღვრება მიწის ნორმატიული ფასი. რამე შეკითხვები არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით გოთონდო? არსებობს რამე შეკითხვები კოლეგებო, აქ რამე საკითხი. მე მაქვს შეკითხვები. მაშინ ბატონ გიორგი კომისიის თემაზე როცა თქვენ წარმოადგენთ ეს პროექტი, მაშინ დავშვეს კითხვა და საკრებულოს კომისიის წინაშეც მინდა დაგისვათ. ყოველი გეგმება ქალაქის ზონების, ქალაქის ცენტრალური, ქალაქის შუალედური და ქალაქის პერიფერიული ზონების გადაცემის საკითხი. მადლობა შეკითხვისთვის. კომისიაზე ამ საკითხზე ჩვენ ვისაუბრეთ, მაშინ ბატონ ლავრენტი და ვთქვით, რომ არსებით სუპერ გამშებას საჭიროებს, გადახედოს საჭიროებს ეს მიწის ნორმატიული ფასი და ასევე ამ პროცესში შესაძლებელია გავითვალისწინოთ ქალაქ ოზურგეთის ზონირების სუპერ ფარგლების გადახედვაც და ამ საზღვრების კორექტირება. შუალედურის ცენტრალური ზონა მდინარე ეტაპისათვის საკმაოდ მიკროფონ შეზღუდულია და ამ ზონის გაფართოება იქნება მიზანშეწონილი და ზოგადად ამ შუალედურის ზონის საზღვრების გაზრდა. თუმცა მაშინაც დაისვა კითხვა და ხაზს ხაზგასვით პროცედურა კოლეგების გასაგანცოდნეს არესტრეზენტებს. ეს არ ეხება ქალაქ ოზურგეთის ადმინისტრაციულ საზღვრების ცვლილებას, ეს არის მხოლოდ ზონირება ნორმატიული ფასით. ვაკრამე შეკითხვები ამ საკითხთან კიდევ ერთი ის ამასთან კავშირში არის ეს ამიტომ ურეკის შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის აქვს მისი სტატუსი. იქ ამჟამად ერთი კვადრატული მიწის ფასი ნორმატიული ფასი განსაზღვრულია 26.2 ლარი. თუნდაც მე ვფიქრობ, რომ აი ამ ნაწილის გადახედვა უკვე წელს არა, მაგრამ მომავალი წლისათვის ალბათ ჩემ სუბიექტურას მოგახსენებს აუცილებელი გახდება, იმიტომ რომ აუდიტორს ამან შეიძლება მანიპულირების საშუალება მისცეს, როდესაც ერთი კვადრატული მიწის შეფასების ფასის დადგენის პროცესში. აუდიტორი ნახავს ნორმატიული ფასი არის 26 და 280,000, აქ შეიძლება მას გაუშვეს თუნება, რომ თქვათ აი იმ რეალური საბაზრო ფასით ვერ მოახდინოს, არ მოახდინოს ფასის განსაზღვრა, რაც შეიძლება ამის უკან რაღაცა სხვა მექანიზმი იდგეს. ამიტომ თუ ეს აქტირობითად ვამბობ, ეხლა თუ აქ იქნება ეს 50 ლარი ამ ზონაში ეს ფასი, მაშინ უკვე აუდიტორი ნორმატიული ფასებებით ვერ შეაფასებს და შესაბამისად ალბათ ეს მისცემს და გააჩენს იმის мотивაციას, რომ მან აპრიორი მიიღოს გადაწყვეტილება შედარებით მაღალი ფასის განსაზღვრის შესახებ, რომ დიდი რაოდენობის მიწები ჩვენი არ გაგვჭა და ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო არის ბიუჯეტის შემოსულობების ნაწილში და აი ამ ბიზნესთან როგორ უყურებთ ამას. ამდენად სწორად თვლით, რომ აი ამ წინადადებას, რომელიც მე შემოთავაზეთ, ახლა თქვენ ამ ფასის გაზრდა.
კარგად მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული ფასი გამოყვანილია ქალაქის შუალედური ზონის ერთმანეთობით. შესაბამისად, ქალაქის შუალედური ზონის ნორმატიული ფასის ცვლილება უნდა აღორძინებამდე რა წინადადებას იყო, რა თქმა უნდა, მისაღები წინადადება და იქ სათავედო ყურადღება მიხითაც, მაშინ ეს არსებული ფასი დაახლოებით აორმაგდეს შუალედურ ზონაში, რაც არის მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასი. ნაცვლად 4 ლარი და 30 წელიწადში უნდა იყოს 20 ლარი და 30 წელიწადში ქალაქის შუალედური ზონის მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასი. ეს ამჟამად ამ საკითხზე, როდესაც ამ ეპიმეროსთან კავშირშია, შუალედური ზონის ნორმატიული ფასების გადახედვის საკითხი, როდესაც დადგებოდა ეს მიმდინარე პროცესი. გადავხედოთ აბსიდიტის გასაზრდვის დროს უნდა გავუწოდოთ იქ საკითხს. შესაბამისად, ეს ცვლილება, რომელიც არის ციდიდე, რომელიც არის 25 ერთეული წარმოდგენილი, ეს ციდიდე უნდა გაიგრძელოს და ამაში ჩვენ ერთად მივიჯეროთ. შესაბამისად, მოინათებს მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასი რეკრეაციულ სфеრში. კეთილი. სხვა შეკითხვები? არ ვიცნობთ რომ გარგულება დაგიელება მივიღოთ ამ საკითხად ხო ხელსაწევი დაგდასრულებ. მადლობთ კოლეგებო, საგრებულო რეიდან ასე შევთვალოთ მუსკომიდან ეს მერის სამსახურების 2024 წელში გაწეული საქმიანობის ანგარიშების მოსმენას და შეფასებას. მე გთხოვთ უყველას ყველა წევს იმძანდებით მოусმინოთ და თქვენი აზრი გამოვთქვათ და შევაფასოთ მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. პირველი ეს არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციის სამსახურის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის მოსმენის შეფასების და ცნობად მიღების შესახებ და ალბათო მარია ჭანტურიას მოსმენა. პირველში მობილიზოთ ყველა მიმდინარე დღესასწაულს და წარმატებულ სამუშაოს მისურვებთ და დღეს წარმოგიდგენთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციის სამართლებრივი უზრუნველყოფის და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების 2024 წლის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ. მოგეხსენებათ რომ აღნიშნული განყოფილება მოგეხსენებათ რომ აღნიშნული განყოფილება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 22 დადგენილებით დამტკიცებული მერის დებულების საფუძველზე შექმნილია და ახორციელებს დადგენილების განსაზღვრულ უფლებამოსილებას. აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელების ნაკლებში სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება შეასრულა შემდეგი სახის სამუშაოები. მომზადებული იქნა განყოფილების მიერ ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის ბრძანება 30.71, განყოფილებამ უზრუნველყო მერის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებიდან შემოსული სამართლებრივი აქტებზე ბრძანებების მომზადება, სამართლებრივი დახვეწა, მათი ექსპერტიზა და ფიქსირება, ასევე სამართლებრივი ტექნიკის თვალსაზრისით მათი გამართვა და კანონმდებლობის შესაბამისად მათი მორგება შემოთავაზებულ ფორმებზე. კანონიერი ასევე მოგეხსენებათ რომ საქართველოს მთავრობის 199 დადგენილებიდან გამომდინარე კანონიერი მოსარგებლისთვის გადასაცემი არაპრივატიზებული და საცხოვრებელი არასაცხოვრებელი ფართის კანონიერი მოსარგებლისთვის უსასყიდლო საკუთრებაში გადაცემის საკითხთან დაკავშირებით ჩვენ როგორც აღმასრულებელი ორგანოს გვაქვს აღნიშნული საკითხი შეთავსებული ამ მხრივ განხილულ იქნა 24 განცხადება აქედან დაკმაყოფილდა 17 განუხილველი დარჩა 4 უარი ეთქვა 1 ხოლო 2 იყო მიმდინარე გამომდინარე იქიდან რომ ადმინისტრაციული წარმოების დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნის გამო ასე ვთქვათ ეს პროცესი გახანგრძლივდა შედგენილი იქნა სხვადასხვა სახის 45 ხელშეკრულების პროექტი რაც შეეხება სასამართლოს ნაწილს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სახელით მონაწილეობა მივიღეთ ადმინისტრაციული საქმის სასამართლო განხილვაში განყოფილებაში შემოვიდა სულ 24 ადმინისტრაციული საქმე რომელზეც ჩვენს მიერ შედგენილი იქნა შესაგებლები და შესრულებული იქნა ყველა საპროცესო მოქმედება უმეტესი მათგანი დღეს წარმოების პროცესშია და აქტიურად მიმდინარეობს აღნიშნულ საქმეებზე წარმოებები განყოფილების მიერ განხილული იქნა ასევე 8 ადმინისტრაციული საჩივარი უშუალოდ განყოფილებაში სრულად განყოფილდა აქედან 2 მიმდინარეა 3 ხოლო ადმინისტრაციული საჩივარი არ დაუკმაყოფილდა 3 უკავიის
გარდა ამისა, მოგახსენებთ იმასაც, რომ იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 17 იანვრის 892 დადგენილების ბრძანების შესაბამისად დარგობრივ ზედამხედველობას, იცით რომ უწევთ პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ყოფნის ფაქტის დამდგენ კომისიას და ტიპური ტიტულებაც არის აღნიშნულ საკითხთან მიმართებით დამტკიცებული. შესაბამისად, ამ მხრივ მერიაში შექმნილმა კომისიამ განიხილა სულ 11 მოქალაქის განცხადება, აქედან დაკმაყოფილდა 11-ვა შესაბამისად წარმოქმნილი დოკუმენტაციებისა და წერილობითი მტკიცებულების საფუძველზე. განხილული იქნა ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადამიანური უსწრებლობის მართვის განყოფილი სფეროს მიკუთვნებული განცხადებები, მუნძად და 1416 პასუხი, ხოლო გასული წერილები რაოდენობრივად სულ დაიწერა 1062. რაც შეეხება იმ ცვლილებებს, რომელიც ასე ვთქვათ, საკმაოდ ხშირად მიმდინარეობს საკანონმდებლო დონეზე და ჩვენ საკანონმდებლო დონეზე ამას ერთგვარ მონიტორინგს ვუწევთ შესაძლებლობებს უშუალოდ კანონში. თქვენთვის ცნობილია, რომ 2023 წლის 14 საქართველოს პარლამენტში მიიღო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც 2024 წლის 1 მარტიდან კანონის ცალკეული მუხლები, რომელიც ეხებოდა უშუალოდ ოფიცრების დანიშვნას და მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასებასთან დაკავშირებულ საკითხებს 2024 წლის 1 ივნისიდან ამოქმედა. შესაბამისად, რეგულაცია, რომელიც უშუალოდ საჯარო სექტორებისთვის იყო შემოთავაზებული, გულისხმობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრების დანიშვნას აღნიშნულ თანამდებობებზე და ამ მხრივ განყოფილებამ განახორციელა სხვა განყოფილებების აქტიური ჩართულობით და ზემოქმედების აქტიური მონაწილეობით, რა თქმა უნდა, და ხელშეწყობით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრების დანიშვნა უშუალოდ მერიაში და ასევე მოხდა ოფიცრის დანიშვნა აიპექის და შეპესების კუთხით და მათაც განისაზღვრათ, ასე ვთქვათ, ოფიცერი. გარდა ამისა, განყოფილების მიერ ხდება ყველა საკადრო საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების, პროექტების მომზადება, ეს იქნება დანიშვნა, შრებულება, მიბლინება, ადმინისტრაციული ხელშეკრულებების, შრომითი ხელშეკრულებები, ასევე ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების მხრივ შემუშავდა სპეციალური ფორმები, რომელიც მივაწოდეთ თითოეულ თანამშრომლებს. ეს ეხებოდა 2024 წლის საბოლოო შეფასებებს, რომლის ატვირთვაც HRMS-ის უშუალო სისტემაში მოხდა და მერის საჯარო მოხელეთა შეფასებების გარდა მოხდა ერთგვარი მონიტორინგი და აღწერა დოკუმენტებთან მიმართებით. ეს იქნება შრებულება, მიბლინება, ასევე საპატიო გამოუცხადებლობა, ეგრეთ წოდებული DIOF-ი, რისი მონიტორინგიც კეთდება და ბაზების მხრივ ამის გამართვა, რა თქმა უნდა. გარდა ამისა, მოგეხსენებათ იმ ცვლილებებზე და სპეციალურად უსვამ ხაზს, რომ 2024 წლის 13 დეკემბრიდან უკვე კანონი ახალ რეგულაციას გვთავაზობდა, რომელიც საჯარო სამსახურის შესახებ კანონს ეხება და ამ მხრივ შეფასების სისტემას, რა თქმა უნდა, სიახლის შემცველი გამოდგა და ამ მიმართულებითაც ხდება აქტიური მუშაობა და თანამშრომლობა, ასე ვთქვათ, სხვა მუნიციპალიტეტებთანაც პრაქტიკის მხრივ, რომ შედგეს, ასე ვთქვათ, შემუშავდეს კანონში შესული სიახლის შესაბამისად აღნიშნული საკითხის შეფასებების კუთხით. გარდა ამისა, მერის დელეგირებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, იცით, რომ აღნიშნული უფლებამოსილება სხვადასხვა ადმინისტრაციული ერთეულში გააჩნიათ წარმომადგენლებს, შესაბამისად მათთან ხდება აქტიური ჩართულობა, მოლაპარაკებები, დაკვალიანება, ცნობების გაცემის კუთხით სამართლებრივ საკითხებზე და ასევე ყველა მოქალაქისგან, რომელიც ჩვენთან მოდის, სამართლებრივი დაკვალიანება და იურიდიული კონსულტაციის მაქსიმალურად გაწევა. გარდა ამისა, წლის განმავლობაში სისტემურად ჩვენს მიერ ნახდება მუნიციპალიტეტის მერის მიერ დაფუძნებული აიპების და შეფასების წესდებები უშუალოდ და ის იურიდიული დოკუმენტაცია გამართულების კუთხით და შემთხვევაში შესაძლებელია რომ ჩვენს მიერ დაფუძნებულმა აიპმა შეფასებამ შესაძლოა მოგვიმართოს სამართლებრივი კუთხით. განყოფილება ასევე აქტიურად იღებს მონაწილეობას მერიაში შექმნილი კომისიების, საბჭოების და სამუშაო ჯგუფების სხდომის ჯგუფის საქმიანობაში. ერთგვარად, რა თქმა უნდა, სამართლებრივად ახდენს აუქმების გამართვას და დახვეწას ამ კუთხით და 2024 წლის მდგომარეობით სულ 8, ასე ვთქვათ, სამუშაო ჯგუფი იქნა შექმნილი და ამის შესაბამისად გავაფორმეთ სხდომის ოქმები და სამართლებრივი კონსულტაცია გავუწიეთ აღნიშნულ ჯგუფებში წევრებს.
ასევე 2024 წლის მდგომარეობით მოხდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებით წესების და ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმების დამტკიცება და ქონების განყოფილებასთან აქტიური თანამშრომლობით მოხდა ფორმების სამართლებრივი ტექნიკის მხრივ დახვეწა და დამტკიცება. ამ მხრივ ასევე ვისარგებლებ შესაძლებლობით და განყოფილების თითოეულ თანამშრომლს მოვხდი მადლობას იმ პროდუქტიულობისთვის, იმ პასუხისმგებლობისთვის, რომელსაც იჩენენ საქმის მიმართ და ასე ვთქვათ, პროდუქტიული მუშაობისთვის. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის. მადლობა. მარიამ შეკითხვები კი მარის მადლობა. შეკითხვები გვაქვს კოლეგებო? გადავიდეთ ასე რომ შევაფასოთ სამსახურის თუ გაყოფილება ახლავს. სამსახური კი ბატონო, ძალიან. თქვა ხორცობდა. მე ყოველდღიურად და ყოველდღიურად. ხო. საგრძნობ კოლეგებო ბატონო თავმჯდომარე შარშან. ბატონო მარიამმა ასევე წარმოადგინა ანგარიში. ამ ოფილების ანგარიში. თუ დააკვირდით დღეს აქ სამსახურის ანგარიში არ არის წარმოდგენილი და ეს აბსოლუტურად არაფერს შუაში არ არის აქ ბატონი მარიამმა წარმოადგინა აი ამ სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი ძალიან სერიოზული წონადი, ასე ვთქვათ, სამსახურის საქმიანობის ნაწილი, რაც მას უშუალოდ იმ განყოფილებას ეხება, რომელსაც ალბათონი მარიამი ხელმძღვანელი. შარშან ქონდა შენიშვნა. არ დავმალავ ჩემს დამოკიდებულებას მარიამთან მიმართებით, ძალიან დიდ პატივს მრავალი ფაქტორი განსაზღვრავს ამას და ძალიან ხელავდი შარშან მგონი მარიამს უფრო ხელავდი თუ როგორ წასდებოდა ეს სპეციალისტი და კარგად გამართა შარშან კარგად წარმოადგინა. მაგრამ მე მაინც მივეცი შენიშვნა, იმიტომ კი არა შენიშვნისათვის არა ძალიან მისი მოხსენება შარშანდელი მოხსენება მიღებელობაში ანგარიში რაც წარმოადგინა იყო ერთგვარად ცოტა ძალიან გადატვირთული იყო აი იმ უფლება მოვალეობების აღწერით რაც უშუალოდ გამომდინარეობდა ამ განყოფილების საქმიანობიდან. აი წელს თუ დააკვირდით ახლა აბსოლუტურად ყველა პოზიცია განყოფილების საქმიანობის ამსახველი ყველა იყო დადასტურებული ციკლობრივი მონაცემებით და განხორციელებული აქტივობებით. ეს არის სერიოზული წესრულა. ოჩახ მარიამ ამ ნაწილში ხარისხის ნიშანი იშენა. რაც შეეხება ახლა ეს უკმარისობის გრობა რაც დამრჩა მე სამწუხაროდ აქ არ არის სამსახურის მთლიანი ანგარიში წარმოდგენილი, იქ 5 თუ 6 განყოფილება ალბათ ბატონი გიორგი ვიდასწორებს ალბათ რომ ეს იქნებოდა ძალიან კარგი, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი საკუთარ წონადი სოლიდური სამსახური არის და ეს მარიამს კიდევ ერთხელ მადლობას და შემოვდევა წინადადების ბატონო თავმჯდომარემ საგრებულოს მხრიდან წარმოდგენილი ანგარიშის შეფასდეს ამაკმაყოფილებლად და მარიამს მართალი თქვა ბატონმა გიორგი უნდა გავამხილო მე თქვა იქ სულ ვაკებო ის არა მარტო იქ გაკეთებს აქ ჩვენთანაც გაკეთებს ხშირად და ეს მე ძალიან ასე ვთქვათ მაყოფილებას ბურის გვარად და არც მიგვერს ახლა უშუალოდ კურატორებს ამას იქ სადაც შევაფონდა იგი მეც შემაგროს ერთად მაინც იქ სადაც გიორგია იქ ყოველთვის კარგი და ხარისხიანად ეცება ყველაფერი. მადლობა, მეც თქვა ვიზიარებ და ყველა ვიზიარებ და წარმატებები ვუსურვოთ. ასმედი ასეთი ახალგაზრდა იქნება, ძლიერი იქნება. იზრდება, დღე იზრდება. კარგი, მადლობა. შემდეგი საკითხი ეს იქნება
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ 2022 წელს აღიარებული საქმიანობის ანგარიშის მოსმენის პრინციპის და ცნობადობის შესახებ ალბათონ კეთებამ მოიჭადირებდეს სამსახურის სამხედრო ატმოსფეროს მოდელი ფინანსების უფროსი სპეციალისტია მომავალ პროგრამა და თავარდნა იქცა ეს პროცედურა წარმოადგენს ყოველ სამსახურის სადაშლის მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო გილოცავთ ახალი სამუშაო წლის დაწყებას და კონკრეტულ წარმატებებს და გამარჯვებებს ყველა საქმეში. მე დღეს წარმოგიდგენთ ხოთ მოусმინოთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ერთი წლის ანგარიშ გაწეული საქმიანობის შესახებ. განათლების განყოფილების შეადგენს 230,000 ბიუჯეტი მოიცავდა ორ პროგრამას. ეს იყო ზოგადი განათლების ხელშეწყობა, რომლისთვისაც ბიუჯეტით გამყოფილი იყო 226,000 ლარი და განათლების ხელმისაწვდომობის გასვლა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა 70,000 ლარი. ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამიდან განხორციელდა შემდეგი პროექტები. ზოგადი განათლების ხელშეწყობისა და მოსწავლეთათვის კომფორტული სასკოლო გარემოს შექმნის მიზნით განათლების განყოფილების 0402 პროგრამიდან 17 სკოლას ხოთ რა მოусმინეთ კოლეგებო მოусმინეთ ყველაფერს ვერაფერს საფუძველზე გავუწიეთ გავკეთოთ ეს კარები რა და დავზანდით რა მაგ 17 სკოლას მათი მომართვიანობის საფუძველზე გავუწიეთ ფინანსური დახმარება ჯამში 46,528 ლარი. წარმატებული კურსდამთავრებულების წახალიზების პროგრამიდან სულ გაიხარჯა 124,380 ლარი. 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი 14 კურსდამთავრებული დაფინანსდა 3,000 ლარი. 70%-იანი გრანტის მფლობელი 12 კურსდამთავრებული 10,000 ლარი. 100%-იანი გრანტის მფლობელ თითოეულ კურსდამთავრებულზე გაიცა 5 საჯარო სკოლაში და სამრევლო სკოლაში ჯამში 16,500 ლარი. რაც შეეხება ოქროს მედალოსანთა წახალისებას 2024 წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 100 კურსდამთავრებულმა მოიპოვა ოქროს მედალი. ოქროს მედალოსანი 100%-იანი გრანტის მფლობელი 11 კურსდამთავრებული დაჯილდოვდა 500 ლარი. ოქროს მედალოსანი 70%-იანი გრანტის მფლობელი 8 კურსდამთავრებული დაჯილდოვდა 400 ლარი. ოქროს მედალოსანი 91 კურსდამთავრებული დაჯილდოვდა 300 ლარი. მწვერვალის პარკში გაიმართა წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია, ასევე მათთვის მოეწყო სხვადასხვა გასართობი აქტივობების ღონისძიებები და ამ ღონისძიებების ბიუჯეტი შეადგენდა 17,880 ლარს. მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით 20 ოქტომბერს მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით ოზურგეთის დრამატულ თეატრში გაიმართა ღონისძიება, სადაც დაჯილდოვდა 5 ღვაწლმოსილი პედაგოგი, რომლებსაც გადაეცათ ფულადი ჯილდო 500 ლარი, ექსკლუზიურად დამზადებული სამკერდე ნიშანი, მადლობის ბარათი და ყვავილების თაიგული, ასევე ყვავილების თაიგული სერტიფიკატებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ ეროვნულ პრემიაზე წარდგენილი 11 პედაგოგი. ღონისძიების ბიუჯეტი შეადგენდა 8,093 ლარს. დედაენის დღესთან დაკავშირებით ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საჯარო და სამრევლო სკოლის მოსწავლეებმა. გამოვლინდა 3 გამარჯვებული. მათ გადაეცათ ფასიანი საჩუქრები და ღონისძიების ორგანიზებისთვის დაიხარჯა 600 ლარი. განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის პროგრამიდან განხორციელდა შემდეგი პროექტები. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 3 მოსწავლეს გამოყოფილი ჰქონდა ყოველთვიური 100 ლარი, რომელიც განსაზღვრული იყო მათი სკოლაში ტრანსპორტირებისათვის. აუდიტის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა და სხვადასხვა აქტივობები მათთვის და დაიხარჯა 2,169 ლარი.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 9 ახალგაზრდისთვის მათი მიმართვიანობისა და საჭიროებების გათვალისწინებით შეძენილი იქნა კომპიუტერული ტექნიკა, 2 ცალი ნოუთბუქი და 7 ცალი პლანშეტი. ჯამში დაიხარჯა 5126 ლარი. საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა მშობლებისათვის დაიბეჭდა საინფორმაციო ტრილერი, რომელიც მიზნად ისახავდა მშობლების ინფორმირებულობას მუნიციპალური სერვისის შესახებ, რაშიც გაიხარჯა 360 ლარი. საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის მიზნით 24 წლის 15-16 დეკემბერს დაბა ნასაკირალში მცხოვრები მესხური თემის წარმომადგენელი 30 ქალბატონისთვის ახალციხეში მოვაწყვეთ საგანმანათლებლო შემეცნებითი ტური და ბიუჯეტი განისაზღვრა 8504 ლარი. ეხლა მოგახსენებთ კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების შესახებ ანგარიშს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 24 წლის ბიუჯეტით, ესა მე-16 მუხლი, კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი და პროგრამული კოდი გახლავთ 0500, გათვალისწინებული პოზიციების ფარგლებში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილებამ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. 24 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ხელშეწყობის პროგრამები გამოვიდეთ მე ტელეფონი. ვიდეო მეგოძები რა ხმა იგარ მოვდოთ წრის რა იმას რა. აი რა გეხოძები რა. პროგრამები მოიცავს კულტურისა და ხელოვნების სფეროებში სხვადასხვა პროექტების შემუშავებას, დაგეგმვასა და მათი განხორციელების კოორდინაციას და მუნიციპალიტეტის ჩართვას სხვადასხვა რეგიონულ და საერთაშორისო ინიციატივებში. ადგილობრივი მნიშვნელობის მუზეუმებისა და თეატრის ხელშეწყობას და სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის შესაბამისი პირობების შექმნას. ხელოვნებისა და კულტურის ობიექტების ხელშეწყობას, სახელოვნებო განათლებისა და ხელოვნების დარგების პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების მხარდაჭერას, ასევე კულტურული, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობას, მწვრთნელ მასწავლებელთა და სპორტსმენთა სოციალური და მატერიალური პირობების გაუმჯობესებას, სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაციას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებში, მათი შემდგომი რესოციალიზაციისა და აქტიურ სპორტში ჩართვისთვის, სპორტული მოედნების მშენებლობა, რეკონსტრუქციას და სხვა. როგორც მოგეხსენებათ, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულების მხარდაჭერა უზრუნველყოფს ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას. ერთმანეთთან აკავშირებს სხვადასხვა დარგს და მნიშვნელოვან როლს თამაშობს მათ განვითარებაში. ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას, მეწარმეობას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამყარებას და დანაშაულის პრევენციას, კულტურული დიპლომატიის განვითარებას, კულტურული დიპლომატიის განვითარებისთვის ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება იმისთვის, რომ კულტურა და სპორტი უფრო მეტად პოპულარული გახდეს მოსახლეობაში. მუნიციპალიტეტის მიზანია გაიზარდოს ახალგაზრდების ჩართულობა საზოგადოებრივ კულტურულ და სპორტულ ცხოვრებაში. აღსანიშნავია ისიც, რომ განხორციელებული პროექტების ეფექტიანობა განპირობებულია იმით, რომ ღონისძიებაში ადგილობრივი მეწარმეების ჩართულობით საგრძნობლად გაიზარდა ტურისტების ინტერესი მუნიციპალიტეტში არსებული სერვისების მიმართ. საყოველთაო ღონისძიებები დიდ გავლენას ახდენს იმ ქვეყნის და რეგიონის ეკონომიკაზე, სადაც ის იმართება. მას შეუძლია მიიზიდოს დამწრეთად იგი რაოდენობა, ხელს უწყობს რეგიონის კულტურულ, ბიზნეს და ტურისტულ განვითარებას. მსგავსი ტიპის კულტურულ შემეცნებითი ღონისძიებები გამოირჩევა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მაღალი ჩართულობით და მისი შედეგები აისახება ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ღონისძიებაში მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე ტურისტები. საყოველთაო ღონისძიებები მოიცავს ყველაფერს, რაც ხელოვნებასთან და სახელოვნებო სფეროსთან არის დაკავშირებული, როგორიცაა კონცერტები, მუსიკალური კონკურსები, ფესტივალები, გამოფენები, ლიტერატურული ფესტივალები და სხვა. კარგად დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიება აერთიანებს საზოგადოებას, მის დიდ ნაწილს და გულისხმობს განსაზღვრული ტიპის შემოქმედების გაზიარებას საზოგადოებისთვის.
მას შეუძლია გაზარდოს დაინტერესება კონკრეტული რეგიონის, ქალაქის ან ქვეყნის მიმართ. ხაზი გაუსვას მათ მნიშვნელობას, მომგებიანი გახადოს კულტურული, სპორტული თუ ტურისტული ღონისძიებები. 24 წლის ბიუჯეტით განხორციელებული პროექტების ფარგლებში მოხდა ჩამოთვლი კონკრეტულად რა ღონისძიებები განხორციელდა, საახალწლო ილუმინაციების და დეკორაციების მოწყობა, რომლისთვისაც გაიხარჯა 154,585 ლარი, საახალწლო ტკბილეულის ნაკრები იქნა შეძენილი, რომელიც გადაეცათ ახალშობილების დედებს და განსაკუთრებული საჭიროების მქონე და სხვადასხვა პროფესიის მქონე პირებს დაიხარჯა 1000 ლარი. 13 იანვარს სოფელ შემოქმედში გაიმართა გურული ტრადიციული დღესასწაული კალანდა 2024, რომლის მიზანი იყო საახალწლო განწყობის შექმნა, გურული ტრადიციების აღდგენა, შენარჩუნება და ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის წარმოჩენა, რეალიზება. ღონისძიებას ესწრებოდა მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები, ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი და ჩამოსული სტუმრები, რა თქმა უნდა, და აღნიშნულ ღონისძიებაზე დაეხარჯა 104,625 ლარი. 8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ოზურგეთელი ქალბატონებისათვის ანსამბლ ბათუმის კონცერტი გაიმართა, სადაც მოწვეული იყო სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალბატონები და დღესასწაული მიულოცეთ საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის პროგრამაში ჩართულ ქალბატონებს და სარვამარტო ღონისძიებაზე ჯამში დაიხარჯა 5,000 ლარი. 21 მარტს დაუნის სინდრომის დღესთან დაკავშირებით ოზურგეთის სამუზეუმო გაერთიანებაში კონცერტი გაიმართა. ბენეფიციარების განწყობაზე თოჯინების თეატრმა, კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრთან არსებულმა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებმა იზრუნეს და წარადგინეს პროგრამები. დარიგდა საჩუქრები, ასევე ცნობიერების ამაღლების მიზნით ოზურგეთის ადმინისტრაციული შენობიდან ქალაქის სხვადასხვა მიმართულებით სხვადასხვა ადგილას მოეწყო საინფორმაციო ცვლილება. 24 წლის მსოფლიოს გზავნილია, როგორც ვიცით, ერთად დავამარცხოთ სტერეოტიპები. ღონისძიება, რომელიც მერის, განათლების, კულტურისა და სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა, მერის მოადგილე ნათია გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან, ბენეფიციარებთან, მათ მშობლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრო ღონისძიებას და ღონისძიებაზე დაიხარჯა 2,900 ლარი. 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებით შეძენილი იქნა თაიგულები, რომლის ღირებულებამ შეადგინა 135 ლარი. 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ თაიგულებით შეიწყო მემორიალური დაფა, ასევე მოინახულეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, რომელსაც გადაეცა ყვავილების თაიგული და ფულადი ჯილდო და აღნიშნული ღონისძიებისთვის დაიხარჯა 400 ლარი. 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივითა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის ხელშეწყობით ოზურგეთში გაიმართა სხვადასხვა ღონისძიება. აღნიშნულ ღონისძიებაზე კულტურის ხელშეწყობის მუხლიდან ჯამში დაიხარჯა 16,500 ლარი. 14 ივნისს ჭადრების ბაღში ღიაცის ქვეშ დიდ ეკრანზე ფეხბურთის პირდაპირი ტრანსლაცია გაიმართა, რომელიც 1 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობის მუხლიდან აღნიშნული ორგანიზებისათვის დაიხარჯა 52,152 ლარი. 1 ივნისს ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა სხვადასხვა აქტივობა. აღნიშნულ ღონისძიებაზე დაიხარჯა 4,300 ლარი. 10 ივლისს ცნობილ ბრიტანელ დიპლომატს, თარგმნელებს და საქართველოზე უსაზღვროდ შეყვარებულ და-ძმას ოლივერ და მანჯორი უორდროპების საიუბილეო 160 და 155 წლისთან დაკავშირებით კინო დოკუმენტალისტთა ჯგუფმა, რომელიც ამავდროულად არიან TV-იმედის გადაცემა ავტოგრაფის გუნდის წევრები, საქართველოს მწერალთა სახლთან ერთად გადაწყვიტეს გაეკეთებინათ დოკუმენტური ფილმი უორდროპები და საღამო, რომელიც ოზურგეთის თეატრის სცენაზე გაიმართება, ფილმის საპრემიერო ჩვენებასთან ერთად
მხარდაჭერილი იქნა. აღნიშნული პროექტი ხორციელდება იმ უდიდესი ღვაწლის გათვალისწინებით, რაც ორ დროებს ჩვენი ქვეყნისთვის აქვს გაწეული და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის ხელშეწყობის მუხლიდან თანადაფინანსებით აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის ჩაირიცხა 22,850 ლარი. 14 ივლისს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა ღონისძიება, სადაც ბიუჯეტიდან დაიხარჯა 2009 ლარი. 24 ივლისს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში გაიმართა ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით ღონისძიება. აღნიშნული ღონისძიებისთვის ბიუჯეტიდან დაიხარჯა 33,000 ლარი. 8 აგვისტოს განხორციელდა ომში დაღუპული გმირების, ასევე 16 აგვისტოს ეროვნული გმირის ზაზა დამენიას გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით საფლავების ყვავილებით შემკობა, რისთვისაც ბიუჯეტიდან დაიხარჯა 360 ლარი. 13 ივლისს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში გაიმართა ჩაის ფესტივალი. აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებისათვის ბიუჯეტიდან დაიხარჯა თანხა 35,026 ლარის ოდენობით. ქორეოგრაფიული ანსამბლისთვის საცეკვაო ფორმების შესაგები ქსოვილის და აქსესუარის შესაძლებლად ჩაირიცხა თანხა 4,925 ლარი. ფოლკლორულ ანსამბლ დიადონის 14 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისგან ჩაირიცხათ 17,500 ლარი. დაუნის სინდრომის დღის აღნიშვნა ორგანიზებისათვის დაიხარჯა 2,500 ლარი. საფლავების და მემორიალური კლასვეტების შესამკობი თაიგულების შეძენა განისაზღვრა 1,620 ლარი. ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი ჩვენ მშვიდობა დაფინანსდა 22,510 ლარი. აგრეთვე შეშობილ პირთა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაიხარჯა 650 ლარი და სულ დაიხარჯა 527,640 ლარი. საქართველოს კანონის სპორტის შესახებ განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე სპორტული საქმიანობის ზოგადსამართლებრივ, სოციალურ, ეკონომიურ და ორგანიზაციულ საფუძვლებს. საქართველოში სპორტი მიჩნეულია უნიშნელოვანეს ეროვნულ საქმედ და ხელი ეწყობა მის განვითარებას და ემყარება ზოგადსაკაცობრიო, ჰუმანურ და კულტურულ ღირებულებებს. ისტორიულ გამოცდილებას, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს. სხვადასხვა პროექტის განხორციელების საშუალებით მოხდა სპორტულ ცხოვრებაში მოსახლეობის აქტიური ჩართულობა და თანაბარი პირობების შექმნა. სპორტის და ხელოვნების ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, ახალგაზრდებში სპორტული უნარჩვევების ჩამოყალიბება. სპორტის განვითარების პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილება 24 წელს განახორციელა სხვადასხვა აქტივობები. სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერისა და ადმინისტრაციული ერთეულებში არსებულ სპორტულ სკოლებსა და სექციებში გაერთიანებული ახალგაზრდა სპორტსმენების მხარდაჭერის მიზნით განხორციელდა შემდეგი აქტივობები. ოზურგეთის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული სკოლებისთვის შევიძინეთ 1036 ლარის ღირებულების სპორტული ფორმები. სასკოლო ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღო 400-მა მოსწავლემ. სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონული თამაშის ფინალისათვის შეძენილი იქნა საჩუქრები 220 ლარის ღირებულების. სულ 1252 ლარის. 56 ლარის. ჭადრაგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ოზურგეთის საჭადრაკო კლუბი გურია დაფინანსდა 10,000 ლარი. ოზურგეთში სოფელ მერია, მაკვანეთში, ნარუდაში, ნასაკირანში, დაბა მაიკურში ჩატარდა შიდა ჩემპიონატები ფეხბურთში, კალათბურთსა და ფრენბურთში, სადაც მონაწილეობას იღებდა ადგილობრივი ახალგაზრდები. ჩემპიონატში მონაწილე გუნდებისთვის შეძენილი იქნა სპორტული ინვენტარი და გამარჯვებული გუნდისთვის საჩუქრები, რომლის საერთო ღირებულება შეადგენდა 3,562 ლარს. ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით ჭადრების ბაღში გაიმართა ფეხბურთის და თამაშების პირდაპირ ტრანსლაცია
ზემოთაც აღნიშნე და ყველა საღამო გამოირჩეოდა განსაკუთრებული აქტივობით და მოსახლეობის ჩართულობით. დავამზადეთ და შევიძინეთ საქართველოს პრეზიდენტთა გუნდის ბანერი, რომლის ღირებულება შეადგენდა 406 ლარს. სოფელ მაკვანეთის სამოყვარულო ფეხბურთის გუნდის მონაწილეობას იღებს მასტერ ლიგაზე. აღნიშნული ტურნირი ტარდება ქალაქ ქუთაისში, სადაც მუნიციპალიტეტმა უზრუნველყო ტრანსპორტირება მარშრუტით ოზურგეთი-ქუთაისი, ოზურგეთი 8-ჯერ და ტრანსპორტის ღირებულება შეადგენდა 3000 ლარს. წარმატებულ სპორტსმენებზე გადასაცემი თანხა შეადგენდა 5490 ლარს. ტრანსპორტის დაქირავება, დაზიდვა გადაყვანის ხარჯი, ფოთში სარადბო კლუბ არწივების თამაშზე გულშემატკივრების მგზავრობის უზრუნველყოფა შეადგენდა 1700 ლარს. სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერისა და ადმინისტრაციული ერთეულებში არსებულ სპორტულ სკოლებსა და სექციებში გაერთიანებული ახალგაზრდა სპორტსმენების ხელშეწყობის მიზნით განხორციელდა შემდეგი აქტივობები. ოზურგეთის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული სკოლებისათვის შევიძინეთ 1036 ლარის ღირებულების სპორტული ფორმები. ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღო 400 მოსწავლემ. სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონული თამაშის ფინალისათვის შეძენილ 12 თასი, სულ 380 ლარის ღირებულების. სოფელ მერიაში ჩატარდა ტურნირი მინი ფეხბურთში, რომელიც აფხაზეთის ომში დამუყული ჯონდო მერაბ და ბესარიონ ვასაძეების ხსოვნას მიეძღვნა. შეძენილი იქნა 458 ლარის სპორტული ინვენტარი. ტურნირს ესწრებოდა 200 ადამიანი. ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის მიზნით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 3 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეს განათლების ხელშეწყობის მიზნით დაუფინანსეთ ტრანსპორტის თანხა თვეში 100 ლარის ოდენობით და ჯამში ეს იყო 600 ლარი. ჩოგბურთის ბურთები, ჩოგბურთის მოედნის აღჭურვილობა, ჩოგბურთის ჩოგნები, ჩოგბურთის ტრენაჟორები, ჩოგბურთში სავარჯიშო დამხმარე საშუალებებისთვის გაიხარჯა 119200 ლარი. სპორტული ღონისძიებების ორგანიზება საქართველოს პეინტბოლის ეროვნული ფედერაცია დაფინანსდა 5000 ლარი. წარმატებულ სპორტსმენზე გასაცემი ერთჯერადი ფულადი ჯილდო იყო 9600 ლარი. სპორტულ ჩემპიონატში გამარჯვებული გუნდებისთვის საჩუქრის შეძენისთვის გაიხარჯა 300 ლარი. სახელიანი აბრის შეძენა ბეჭდვის ხარჯი და ბეჭდვითი მომსახურება 1700 ლარი დაჯდა. ფეხბურთის ბურთების შეძენისთვის დაიხარჯა 150 ლარი და ფეხბურთის კარის ბადეების შესყიდვისთვის გამოიყო 360 ლარი. სულ დაიხარჯა 166830 ლარი. 24 წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ახალგაზრდული მიმართულებით გათვალისწინებული იყო თანხა 200.000 ლარის ოდენობით. აქედან გახარჯულია 47429 ლარი, რომელიც მოხმარდა შემოქმედებითი ოზურგეთის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსს სახელწოდებით ქუჩის ხელოვნების ფესტივალი ნიკო ოზურგეთი. 50000 ლარი კი მოხმარდა ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის თანადაფინანსებას. ახალგაზრდული პროგრამების მიზანია ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლება და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდის ხელშეწყობა, ახალგაზრდების ინფორმირებულება და ცნობიერების ამაღლება, ცხოვრების ჯანსაღი წესის, ბულინგის, ოჯახური ძალადობის, პროფესიული განათლების მიღების, კარიერის განვითარების, სერვისის დანერგვისა და დასაქმების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებიდან ურთიერთთანამშრომლობით და საინფორმაციო საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით ახალგაზრდების ინტელექტუალურ-კულტურული განვითარების ხელშეწყობა. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის. შეკითხვები გაქვთ? ზარმა. შესაძლებლობის ფარგლებში გასლამე. ოზურგეთის დაგუბრით მოვიდრე საკითხები. It's all
კითხვა. განეთ გვიერო. ბატონო პეტევა, თქვენი სამსახურის თითოეული განყოფილების, შესაბამის განყოფილებების და თანამშრომლების ესე ვთქვათ, შრომა ხედავთ და ეს ამას ხედავს, ნათლად ხედავს თითოეული ჩვენი კოლეგა, საკმაოდ შრომატევადი საქმიანობა გაქვს. უბრალოდ მე მინდა ორსაკიძე შევჩერდე ხა თქვენ ფაქტურად მესმის შეიძლება იყოს ჩვენი საჯარო ინფორმაციაც, რომელიც შეიძლება მარტივად გამოვთხოვოთ თქვენგან, ცოტა ფინანსური წლები აღწევდება, ვაკვირდები, მაგრამ კარგი იქნება ხა თქვენ როგორც განყოფილებას წარმოადგენთ, მაგრამ თქვენ ახსენეთ აქ ოქროს მედალი. ეხლა მთავრობა მუშაობს შესაბამის რაღაც განათლებაში, იცით რა ცვლილებებიც უნდა განხორციელდეს. წლების წინ საკრებულოს ინიცირებული იყო მუნიციპალიტეტთან ერთად, აი გრანტის მფლობელ მოსწავლეთა წახალისება, რომელიც დღემდე გრძელდება. თქვენი გახსენეთ ოქროს მედალი, რომელიც დღემდე ეს არის ერთგვარი სტიმული სკოლის ხელმძღვანელობის მოსავლისადმი, მაგრამ პირადად ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ესეთი ოქროს მედალოსნები თქვენ რო ჩამოთვალეთ, ყოფილა შემთხვევა, რომ 50%-იანი გრანტიც ხშირ შემთხვევაში აუღიათ, ხშირ შემთხვევაში ისიც კი ვერა. ამიტომ ის მონაცემები რამდენად მართებული, ეხლა სიტყვა ოქროს მედალი ვფიქრობ დღემდე არ იქნება მართებული, ეს არის უბრალოდ 100%-იანი გრანტის მფლობელი და 70%-იანი, რომელსაც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ძალიან მაღალ დონეზე ხდება და შესაბამისად ხდება ამის გადაცემა. რაც შეეხება მომავალში, კარგი იქნება, როდესაც შესაბამის სამსახურის განყოფილებები ჩაერთვება, რომ ნაკლები იყოს უფრო ფინანსური კუთხით საუბარი და უფრო მარტივად გასაგებად რო იყოს, უბრალოდ შესაბამის განყოფილებების მიერ გაწეული საქმიანობა ერთობლივად, როდესაც ხელმძღვანელი ან ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულებელი წარმოადგენს. დანარჩენი პირადად მე როგორც ხელმძღვანელებს შეაფასებენ, მაგრამ თითოეული თქვენთაგანი შრომა დასაფასებელია. ოქროს მედალი და 100%-იანი გრანტის მფლობელი ან ჩვენ პროგრამა ითვალისწინებს 100%-იანი გრანტის მფლობელი ახალგაზრდების დაჯილდოებას, 70%-იანი გრანტის მფლობელი ადამიანების დაჯილდოებას და ოქროს მედალოსნების მიუხედავად გრანტს თუ ოქროს მედალოსანია და 50%-იანი გრანტი მიღონ, ოქროს მედალოსნების დაფინანსება, დაჯილდოება, ახალისება თალკე საკითხია თქო. თუ ის ორივე ჯილდოს ფლობს, მაგრამ ორივე ჯილდოს მიიღებს, მაგრამ თუ ერთ-ერთს ფლობს, ერთ-ერთს მიიღებს ხო და ანუ კითხოვენ დიფერენცირებული ცალკე დაჯილდოა თქო მაგას ხო. ეს გაფართოვდა. ოქროს მედალოსნებს დაუშვათ, არა გრანტის მფლობელებსაც. როგორც ოქროს მედალოსანი მიიღებს ის. როგორც არა, ხო, როგორც თანხას სხვადასხვა რა თქმა უნდა ჯილდო. ამის ასწავლოთ და თუ თქვენთვის ეს იყო არა კითხავს და ანუ ოქროს მედალოსანი თალკია, 100%-იანი გრანტი თალკია, 70%-იანი გრანტი თალკია. ხო. ანუ ეს დიფერენციაცია გაკეთებული. ხო და სხვადასხვა ადამიანები შეიძლება პეტაცი. შეიძლება შეგი არიან და სულ არ მიიღოს რა გრანტი ვერ მიიღოს ისე ჯილდო ხოდა მე ასე ვიხირო სვობოდო გრანტის მფლობელი ვიცაო ანუ რელოსან და 100%-იანი გრანტი შეიძლება პატრიციამულო კოლეგებო მოусვინოთ წარმოდგენილი ანგარიშს პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ თეთევას წარმოდგენილი ანგარიშისთვის ნამდვილად ესე ვთქვათ ყოველთვის მომცველი იყო რა ღონისძიებებსაც განახორციელებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია და ჩვენ საკრებულოსთან ერთად რა თქმა უნდა ერთობლივად ხდება ამ ღონისძიებების განხორციელება და ერთობლივად თანამშრომლობთ. წარმოდგენილი ინფორმაციაში ზემოთ აღნიშნული ქვეპროგრამების განხორციელების შედეგად დამდგარი ფაქტობრივი მაჩვენებლები უფრო მეტია, ვიდრე ეს შეიძლება აისახოს ანალოგიური ტიპის ინფორმაციის ფორმატში. შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის მიერ წარმოდგენილი მასალა სრულად აკმაყოფილებს ზემოთ მოცემული ქვეპროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების სრულ მოსულობას
საანგარიშო პერიოდში. და ჩვენ ვიცით, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი ლიდერია ქვეყნის მასშტაბით კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებათა დაგეგმისა და განხორციელების ფაქტობრივად მიღწეული შედეგებით. აღნიშნული ეხება ყველა მიმართულებას, განათლებას, კულტურას, სპორტის სფეროს, ყველა მიმართულებებს და ამ თვალსაზრისით გამონაკლისი არ ფიქსირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტის ყურადღების მიღმა არჩება არც ერთი სფერო. ეს შეეხება განათლებას, კულტურას, სპორტს თუ სხვადასხვა ახალგაზრდულ ღონისძიებებს და მადლობა მინდა გადაუხადო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის შესაბამის სამსახურს ბატონ მერს ავთანდილ თალაკვაძეს, ქალბატონ ნათიას და ყველა იმ შესაბამის ესე ვთქვათ ადამიანს, რომელიც ჩართული არის აღნიშნული ღონისძიებების განხორციელების პროცესში. მადლობა. საკმაოდ უხვად ითქვა, შეფასა კომისიის თავმჯდომარემა ბატონმა ფესომ. ზუსტად რაღაცა ესა, მეუბრალოდ როდესაც და გითხრათ, როდესაც ჩემისათვის ჩვენ საბიუჯეტო მონაცემებს ხარჯვით დაძლევს მრავალი დოკუმენტი და მიღებულობთ ამ ინფორმაციას. როდესაც თქვენ აკეთებთ ამ ანგარიშს, უფრო სასურველი იქნებოდა რომ ფაქტობრივად თქვენ გამოგევლინათ უფრო ხშირ შემთხვევაში ეს კარგად გააკეთეთ მიზეზ შედეგობრივი კავშირი და არა იქ პროგრამულად რამდენი დაიხარჯა. ეგ სხვა კვლევის საგანი არის და შესაბამისად ჩვენ შეწყვილების ანგარიში შემოდის, ბიუჯეტის შეწყვილების ანგარიში, პარტალური ანგარიში, ყოველთვიური ანგარიში. იქ უნდა იყოს ეს მონაცემები და თქვენ ძალიან უხვად გამოგივიდათ ეს და შარშან ახლა რატო ვამბობ თქვენ კი არ გამრავლეთ შარშანაც ეგ შენიშვნა მე მქონდა იმ სამსახურის უპროსტა მიმართებით მაშინ რომ თუმცა ანგარიში არის ძალიან კარგი და ძალიან ტევადია ძალიან უხვია ბევრი მასალა მაგრამ არის სიტუაცია რომ აიქვა საგერებულოს წევნა ჩვენ და თან გვაინტერესებს ახლა ჩვენი ფორმატი რა არის აი დავუშვათ იგივე ეს ტრივიალურ მაგალითს მოგიყვანთ ახლა მინდა ძალიან სექრისიულ ჩავეძიო ამათო სფეროს მაგრამ აი ვთქვათ მე მაგალითად ასე ვიზამდი ვთქვათ იქ იყო ამდენი დაროსანი ბავშვი და ამდენი გასულ წელს ამას შევადარებდი ანუ უფრო მეტი ანალიტიკური ანგარიში იქნებოდა ჩვენ ეს გვაინტერესებს ეს რო დაიხარჯა ამდენი ეს გასაგებია ეს ვიცი და აი ეს რო გაიწვა 70 ბავშვმა მიიღო თქვათ პირობით 100 ბავშვმა ამ медали 23-ში 24-ში მიიღო 80-მა რატო მოხდა ეს კლება და რა შედეგები მივიღეთ აი ეს არის ანუ მიზეზ შედეგობრივი კავშირი ჩვენ ეს უნდა გამოვავლინოთ თორემ ახლა ამდენი დაიხარჯა და იქ ფეხბურთი აკვანეთის გუნდმა სად ითამაშა რა ითამაშა კი ბატონო ეს არის ესეც თემა მაგრამ რატომ მოხდა ის და რა მოხდა ამან ამდენი ახალგაზრდა მეტი ჩაება სპორტულ საქმიანობაში და რა მოხდა საბოლოო ჯამში მე ხარ პირდაპირ შედეგების მოკვლევა მართალია ზავი პირდაპირ ეფექტურობის მაჩვენებელი თქვენ გამოიყვანოთ ერთი რომელიმე მე მესმის ეს რთულია ამას თელ პროფესიონალთა გუნდი უნდა მუშაობდეს თუმცა ხარ თქვენი პროფესიონალები აი აქ სასურველი იყო შედარებით ანუ ირიბი მაჩვენებლები დაგესახელებინა თქვენ მაინც რომ აი აქ ამდენი ტურნირი ჩატარდა ამან ეს უცა ამდენი მეტი ახალგაზრდა ჩაება იქა და მოგცა ეს შედეგი და ნუ ზოგიერთ უფრო სწორად დღეს კვლევის იმდენი მეთოდი და მეთოდიკა არსებობს რომ უკვე გადიან რა უფრო მრავალმხრივი მონაცემების მიღება შეიძლება და ესა და ეს მხოლოდ თავისთავად ახლა თქვენ წარმოადგენთ ამიტომ ახლა უნდა საყედურო თქვენ აგეთქვათ თქვენი ანგარიში იყო ძალიან დიდი ეს ფორმატი ახლა საკრებულოში ეს თქვენთვის არის ცოტა წამგებიანი წამგებიანი თორემ ახლა ჩვენ მოგისმენთ დიდი სიამოვნებით მე მაგალითად შემიძლია თქვენ ისე კარგად ყვებოდეთ ისე კარგი ტემბრით სასიამოვნოდ ლაპარაკობდეთ მე შემიძლია 2 საათი კიდევ მოგისმენთ თქვენ დაგაზრდებას არ არის საუბარი მაგრამ რომ მომგებიანი იყოს თქვენი ანგარიში ეს არის უკეთესი და ძალიან თორთან მომავლისათვის მე
აცარე მუშაობა ბატონო არ მოგვიწევს ბედაშენ და არა მაგარიშის მოსწმენა შენ მოგვიწევს მოადგენდა ძალიან რა უფრო მიზეს შედეგები ამში რა შედეგები თუნდაც ირიბი თუნდაც ეს მიზეს შედეგები გამიგები დავანახოთ ის იმდენი დავხარჯე იქ და ის კი ბატონო ეს საჭიროა მაგრამ ეს მასალა ცოტა ეს შეიძლებოდა თქვენ ერთ აბზაცში ეს რაც ეხება და ნახავთ ერთ აბზაცში მოგეც ამ მიმართულებაზე დაიხარჯა ამდენი ამაზე და სულ ყველა პოზიციაზე იქ ახლა ეს დეკას უყურებდი და იმიტომ ის მაკვარეჯი დავხარჯეთ იმ ბავშვებმა ფეხბურთი თამაშენ ამდენი არ არის საჭირო ეგ ამ მიმართულებაზე ამდენი წავიდა და ბოლოს ამით ეს ხდებოდა და ბატონო დავით ანგარიში იყო და ზიარეთ ადმომი ლაპარაკე ამან ცოტა ბატონო დავითმა წამაკეცა მე და იმიტომ ალბეთ გადავიდა და ვიღაცაზე თორე მე აბაპირებდი უხმესი მადლობა ჩემისთვის რეკომენდაციებისთვის ინფორმაციას მივაწოდებ ჩემს სამსახურს ჩვენ სამსახურს გავითვალისწინებთ ყველა იმ რჩევას რომელიც თქვენ ახლა მოგვეწია შარშანაც ხონდა ერთ კოლეგასაც შარშან კიდე მეორე სამსახურს აქვს იგივე ხასიათის შენიშვნა და ცოტა ნაწილი დამერჩა მაგრამ მე აი საწყები რა გავითვალისწინებთ სამომავლო მომეცებას საშუალებას მადლობა თქვენ ადრე დავით ვაღებთ საკითხი ხასეს ეს ანგარიში იქნება ცნობა ვიღებები საქმიანობა შემასწრეს ამაგვაღობილები ალლოვა ხალხი წუთით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების სამსახურის მიერ 2024 წელს გატეული საქმიანობის აკაციის შეფასების და სწრაფად შესახებ ბატონ მაიზერ ცელაძეს მოусმინოთ თხოვთ რა კოლეგებო მოგესალმებით პირველად ასე ერთიანად არ შეხვედრივათ ახალწელს და ბედნიერ ახალწელს ვისურვებთ შემდგომ მომავალი წარმატებით მოგახსენებთ რომ საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს იცით რომ წარმოადგენს ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს მოხდაჭერა. ზუსტად ამიტომ მათ გათვალისწინებული აქვს არაერთი პროექტი და არაერთი პროგრამა რომელიც ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით. ხოლო ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა ზუსტად პირდაპირ კავშირში არის აი ამ გამოწვევებთან და შეერჩეული იქნა ის პროგრამები, რომლებიც აუცილებელი იყო და ვალდებული ვიყავით გავაკეთებია ოზურგეთის ყველა მოწვადი ჯგუფის ინტერესებიდან გამომდინარე. თან ისიც შემიძლია ვთქვა, რომ პირდაპირ დინამიკაში არის ის სტატისტიკა, რომელიც ჩვენი მუნიციპალიტეტის მიერ ხორციელდება და გეტყვით ბოლო 7 წლის განმავლობაში გახორციელებულ სტატისტიკას, რომ 2017 წელს იყო 4,930,000 ლარი ჩვენი ბიუჯეტი, ხოლო 2024 წელს ეს არის 2,599,600. წარმოიდგინეთ, რომ 270%-ით მოხდა გაზრდა. მართალია, ჩვენი კარგი მუშაობა და სახელმწიფოს პრიორიტეტი გამოიხატება იმაში, რომ რაც ნაკლები გვეყოლება ავადმყოფები, მაგრამ რასაც დავხარჯავთ, ვისვისაც დავხარჯავთ, ეს იქნება მთავარი, რომ გაზრდილი თანხით იყოს მომსახურება. ჩვენ 2024 წელს ვიცით, რომ დამატებითი ცვლილებები გამახორციელეთ პროგრამულ მოხდებში და ქვეპროგრამებში. ასეთი არის ონკოლოგიური დაავადების პირების დახმარების პროგრამულ მოხდს დაემატა ქვეპუნქტები, ძუძუსკიბოს დიაგნოზის მქონე პირთა ძვირადღირებული მედიკამენტების ავთვისებიანი სიმსივნის მქონე პირებისთვის მედიკამენტების ზომედასთან დაფინანსება. ასევე კეთილთვისებიანი სიმსივნის დაუდგენელი დიაგნოზის მქონე პირებისათვის რეგისტრირებულ სამედიცინო დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაში დაფინანსება. გასულ წლების გამოცდილება გვიჩვენა, რომ მნიშვნელოვანი იყო შემოგვეტანა ონკოლოგიური დაავადების პირთათვის ექიმის დანიშნულებით წელიწადში ერთხელ პედკატეს დაფინანსება, რომელიც განისაზღვრა ერთ ბენეფიციარზე თანხის 70%, ოღონდ არაუმეტეს 2,500 ლარისა.
ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარების ქვეპროგრამაში დაემატა ბევრი ქვეპროგრამის მუხლები. კერძოდ დღის ცენტრის და რეაბილიტაციის პროგრამებში ჩართულ ბავშვთა ტრანსპორტირების ხარჯების სრული ან ნაწილობრივი ანაზღაურება. მიმდინარე წლიდან სერვისის მიმწოდებელმა ახლად ჩამოყალიბებულმა ორგანიზაციებმა მისცა შესაძლებლობა აღნიშნულ პროგრამებში მეტი ბავშვის ჩართვას. შესაბამისად მნიშვნელოვნად გაიზარდა პროგრამის მოსარგებელთა რაოდენობა, აუტისტური სპექტრი, ადრეული განვითარებისა და რეაბილიტაციის პროგრამები. ასევე მიეცათ შესაძლებლობა 18 წელს ზემოთ ასაკის მქონე შუქურულ პირებს მიეღოთ ქვეპროგრამით გათვალისწინებული სხვადასხვა პუნქტობრივი დახმარებები, მათ შორის ჰიგიენური საშუალებები და სხვა. პროგრამულ მუხლებში თანხის გაზრდა მოქალაქეებს მისცა შესაძლებლობა ერთდროულად ან წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ გახდარიყვნენ ერთი და იმავე პროგრამით მოსარგებლები. ხოლო ეხლა კი წარმოგიდგენთ მოკლედ რაც შემიძლია იმ პროგრამულ მუხლების მიერ განხორციელებულ დახმარებებს. კერძოდ, მოქალაქეთა სამედიცინო დახმარებების პროგრამული მუხლი. თქვენ იცით რომ ითვალისწინებს 0-დან 150,000-მდე ცხოვრებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ბენეფიციარებს მოქალაქეებს, რომლებთაც ესაჭიროება დახმარების გაწევა და თქვენ თანადაფინანსებაში შევდივართ, როგორც მედიკამენტების უზრუნველყოფით, ასევე სამედიცინო კვლევებისათვის სხვადასხვა დაფინანსებაში. აღნიშნულ პროგრამიდან 1720 პიროვნებას გაეწია დახმარება. ქერწმის უკმარისობის პროგრამული მუხლი, რაც ითვალისწინებს დიალეზის ცენტრში მყოფ მოქალაქეების თანადაფინანსების ტრანსპორტირების ხარჯით ვაფინანსებთ 50-მდე მოქალაქეს, ფაქტიურად 350 სოფლად ცხოვრები და 300 ლარი ქალაქად ცხოვრები დიალეზში მყოფი თითქმის უკმარისობით მყოფი მოქალაქეების, რაც ერთგვარად წინადადგმული ნაბიჯერის მართვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად. ასევე ონკოლოგიური დაავადების მქონე პირების დახმარების პროგრამულ მუხლში დახმარება გაეწია 611 მოქალაქეს. ვიცით თუ რა და როგორი სახის დახმარებები თქვენთვის არის ეს ახალი არ არის, ნამდვილად სხვადასხვა თითქმის მოვიცავით ყველა დაავადების სპექტრის მქონე ადამიანების დახმარების შესაძლებლობა. არ ვტოვებთ არც ერთ პიროვნებას, რომელიც შემოდის განცხადებებით ონკოლოგიის მხრივ და მათ არაერთი მომართვიანობის საფუძველზე ეწელებათ 2-ჯერ, 3-ჯერ, 4-ჯერ დახმარების შესაძლებლობა, რაც მათთვის ძალიან შეღავათი არის. ასევე ძვირადღირებული მედიკამენტების, ძვირადღირებული კვლევების დაფინანსებაც, რაც ითვალისწინებს 150,000 ერთამდე მყოფ მოქალაქეებს, რომელთა სოციალური სარეიტინგო ფულ აქვს და ასეთ პიროვნებას გაეწია 171 მოქალაქეს. სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა, რომელიც 4 და მეტი შვილი ყავს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, ჩვენ გაკეთებული გვაქვს 120,000-დან 150,000-ის ჩათვლით სოციალური ფულის მქონე პიროვნების, რადგან სახელმწიფო პროგრამა აფინანსებს 120,000-მდე მყოფ მრავალშვილიან ოჯახებს და ჩვენც თანადაფინანსებაში შევედით და გავზარდეთ უბრალოდ ამათი სარეიტინგო ფულა რაოდენობით. ასეთი გვყავს 9 ოჯახი. დღის ცენტრის დაფინანსების პროგრამა ჩვენ ვიცით რომ ემსახურებით დღის ცენტრი არასამეწარმეო იურიდიული პირის მომავლის ხიდის დღის ცენტრს, სადაც არიან ადმინისტრირებაში მყოფი ბავშვთა საოჯახო ტიპის ბენეფიციარები, მათ საკურორტო მომსახურებასაც გაუწევდა, მათი დაფინანსებაც ხორციელდება. დედმამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვების დახმარების პროგრამას ვახორციელებთ თითოეულ ბავშვზე 500 ლარის ოდენობით და ასეთი გვყავს 4 ბენეფიციარი, 4 ბავშვი. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დახმარების პროგრამული მუხლი მოიცავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სხვადასხვა სახის მომსახურებას, როგორც ერთჯერადად, ასევე მთელი წლის განმავლობაში. დახმარება გაეწია 979 ბენეფიციარს. მათ შორის შეშემომხედველობით, შეშემომფრთა დახმარებას ჰიგიენური საშუალებების შესაძენად, ასევე შესაბამისი სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციებისთვის, ასოციაცია გურია, ოდაკიარი, ლაზიკა მედი, ადრეული განვითარების ცენტრი, ადაპტი და სხვა მუნიციპალიტეტის საზღვრების გარეთ არსებული სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციები. აუტისტური სპექტრის თვისების მომსახურები და ადრეული განვითარების პროგრამაში ჩართული ბენეფიციართა დაფინანსება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული დახმარების პროგრამა ითვალისწინებს მათთვის ზამთრის სეზონზე
სათმობით უზრუნველყოფისათვის ფინანსურ დახმარებას, სარიტუალო დახმარებას გათვალისწინებულია როგორც შეშემო პირთა, ასევე ვეტერანთა და სოციალურად დოლიდან 150,000 ფლამდე მყოფი ოჯახების დახმარების პროგრამა და მარტოხელა უჭურისუფლო გარდაცვალების შემთხვევაში კიდევ დახმარების თანადაფინანსება. ოფიციალური დადგენილი დღეების აღსანიშნავად სოციალური მხარდაჭერის პროგრამა, ეს არის სხვადასხვა დღეებში, ღირსშესანიშნავ დღეებში მათი დახმარებისა და პატივის მიღება მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დახმარების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს როგორც მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ ოჯახთა დახმარებას, ასევე უსახლკარო დარჩენილ ოჯახთა ღირსშესანიშნავ უზრუნველყოფას, სხვადასხვა ამ წინ ამისთვის უფრო გადაღებული ნაბიჯი არის ის, რომ დახმარება 35 ოჯახს ეხმარებით ვინისქირით უზრუნველყოფის საკითხში მთელი მდგომარეობაში და ასევე 87 ოჯახს გაეწია მატერიალური და ფინანსური დახმარება მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახებისთვის, მათთვის საჭირო სამშენებლო მასალისა თუ ამათთვის პრობლემების მოსაგვარებლად. ასევე არის ერთჯერადი კვებითი უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც ემსახურება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 180 ბენეფიციარს, უფასო კვების პროგრამაში არიან ჩართული ისინი და სოციალური სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაციების თანადაფინანსება. ეს არის მოხუცებულთა ხარდაზმულთა სახლში მყოფი ბენეფიციარების მომსახურების სუბსიდირების, ხარდაზმულთა სახლის კომუნალური გადასახადი და ასევე საქმემოქმედო ფონდ კარიტასის თანადაფინანსება. და სოციალურ შეჭირებულ ოჯახებში ახალშობილის 1 წლამდე მათთვის მოვლისა და შეძენის საგნებისათვის აუცილებელი დახმარება, ასეც გაუწიეთ დახმარება 17 ოჯახს. და ბოლოს გენდერულ საკითხთა ძალადობის მსხვერპლის და 18 წლამდე ასაკის ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც არის ახალი გაყოფილება, ფუნქციონირებს 2 წელიწადია, ჩვენ ვიცით რომ ეს არის გავუწიეთ 11 ქალბატონს ძალადობის მსხვერპლი და არის კიდევ 18 წლამდე ბავშვთა დახმარების პროგრამა, რომელიც გულისხმობს როგორც ჰიგიენური საშუალებების კვების სეზონური ტანსაცმლის პირველადი ნივთების შესაძენად და მთავარი ის არის კიდევ რომ აუცილებელი არ გამორჩეს ის რომ პირველი და მეოთხე კლასში ჩართული ბავშვები, რომლებსაც სოციალური სარეიტინგო ფულა შეადგენდა 0-დან 70,000-მდე, მათ გაუწიოთ სასკოლო სახელმძღვანელოებითა და სასკოლო ინვენტარით დახმარების ხელშეწყობა და 100 ლარი ჩაურიცხეთ კიდევ ოჯახს, რომ შეძინათ მათთვის ეს ინვენტარი. ეს ზემოთ აღნიშნული პროგრამა ხორციელდება ბავშვის ინტერესების და საჭიროებებზე მორგებით. სულ ეს არის მოკლედ ის პროგრამების ჩამონათვალი, რომელიც ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების განყოფილება სამსახური ახორციელებს. მადლობა. აშიც უკვე იმას გულისხმობს, რომ ამ სამსახურს ემუშავა. შევაფასო, კითხვები რა ვიცი, შეფასება კომისია. პირველში მოგონია დაუკრათ კონტროლატორნაიზერს აღებინებისთვის, რომელიც ფართოდ მოიცავდა იმ პროგრამებს, რასაც მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და არ შემიძლია არ აღნიშნო, რომ 2012 წლამდე აღნიშნული პროგრამები საერთოდ არ არსებობდა ქვეყანაში და რა თქმა უნდა აქედან გამომდინარე ჩვენს მუნიციპალიტეტში. და ზუსტად ქართული ოცნების ხელისუფლების დამსახურებაა, რომ ჯანდაცვის პროგრამები, სოციალური პროგრამები არის მაქსიმალურად მორგებული ჩვენს თანამოქალაქეებზე და წლიდან წლამდე უმჯობესდება და იზრდება რა თქმა უნდა ბიუჯეტი. მინდა აღნიშნო, რომ წარმოდგენილი ანგარიშში გაწეული მუშაობის შესახებ სრულად და საფუძვლად მოიცავს ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობას მოქალაქეებისთვის. არ შემიძლია არ გამოვყო რა თქმა უნდა ყველა პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რადგან მუნიციპალიტეტის მერია ზრუნავს და ახორციელებს, მაგრამ არ შემიძლია არ გამოვყო ონკოლოგიური დაავადებების მქონე პირთა დახმარების შესაძლებლობის ხელმისაწვდომობა. აქვე დავზე რომ ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა
მთავრობის დაფინანსების ძირითად ნაწილს უზრუნველყოფს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, მაგრამ ის თანაგადახდის 100%-იან პირობებს სრულად ვერ უზრუნველყოფს. სწორედ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შემუშავებულმა პროგრამამ ხელი შეუწყო მათი პრობლემების მოგვარებას თანადაფინანსების სახით, რომელიც არაერთი მოთხოვნის საფუძველზე ხორციელდება. როგორც იცით, ონკოლოგიური დაავადების მქონე პირებისთვის ზუსტად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადება იყო, რომ ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებისთვის, ესე ვთქვათ, ჩადებული ფული იყო წყალში გადაყრილი ფული და რა თქმა უნდა, ეს იყო არაადეკვატური განცხადება, რაზეც ჩვენი, ესე ვთქვათ, ქართული ოცნების ხელისუფლება მაქსიმალურად ზრუნავს ონკოლოგიური მქონე პირებისთვის და მათ ვცდილობს, რომ მათი დღევანდელი მდგომარეობა შემსუბუქდეს და რა თქმა უნდა, წლიდან წლამდე გაიზარდოს ბიუჯეტი. ეს ჩამონათვალი, რაც ბატონმა მაიზერმა ჩამონათვალი მცირეა იმ დიდი საქმიდან, რასაც სახელმწიფო მოქალაქეებისა და ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარებისათვის აკეთებს. ეს შეუცვლელი პროცესია და იმ პრაგმატული პოლიტიკის შედეგია, რასაც დღევანდელი მთავრობა ახორციელებს ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, რა თქმა უნდა, ვინც ჩართული არის აღნიშნული პროგრამის განხორციელების პროცესში და მადლობა ჩვენს მერს, ბატონ ავთანდი თალაკვაძეს, ქალბატონ ნათია გოლიაძეს, ბატონ მაიზერს და ყველა იმ ადამიანს. დიდი მადლობა. მადლობა.